დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით. ჩემი დილა დაიწყო ყავით, ორცხოვილით და რაღაც სამუშაოები მაქვს, გასაწერი მაქვს, რაღაც გეგმები, აქ ქალბატონი დასეირნობს. საწახვედი, გოგო, გამემალა. ხო და ქალბატონი დანიელა არ იმყოფება ჩვენთან, არის დაჯიბებოსთან და ევეკო იმზადებს საუზმეს, ხო? მამიკომ გამოუგზავნა კრემბერის და ბროწეულის რა? დაწერე პოზი. ოჰი პოზი, როზი. როზი? ხო, დე, ბროწეული და გავიწყდა ბერძნული კითხვა, გოგო. ჰა? გამომხედე? ხანდახან რაღაცები გავიწყდა. ალა უშავს თეთასკულო. ჩვენთან არის ისეთი მამინდი, ცოტა იყოს ღრუბლიანი, რო ვერ გაიგებ რა უნდა. თან რო წინც კლავს, თან რო არ წინც კლავს. დანიჯერ არ შეგხვმიანებია. და ჩემს მისაღებს ამშვენებს ესეთი საოცარი თაიგული, რომელიც მომართვეს ბაღში, ოღონდ სადაც ახლა ვმუშაობ, იმათმა არა, სადაც მუშაობდი, ის ჯგუფი იყო გამოსაშვები და მშობლებმა ეს ქალბატონი დამიპუწა, სულ ამ სკამებზე გადასაფარებელი ნახეთ. რა დღეს ჩააგდო. არ ვიშლით ნერვებს. და ესე საოცარი თაიგული მომიტანეს იმდენი ვიტრე სიხარულისგან რა მეკრა არ ვიცოდი. ჯინჯერ. ჯინჯერ. სათხარ გოგო. გამარჯობა. გამარჯობა გოგო. სილამაზე ვინ არის? წავედი გავაგრძელე ახლა წერა. ზეზა, გამომხედე, დაჯისთან გეძინა გოგო. ჩვენ ახლა დედიკო რაღაცებს დაწერს, რაღაც საწერი აქვს. მერე ვიბანავებთ, მოვწესრიგდებით და ძალიან მაგარ ადგილზე უნდა წავიდეთ. მაგით უგითხარი რაღა გამოვიდა. სარეცხია კიდე გასაფენი დედას დამთავრდა სერცხს მანქანა. ვაიმე რა მაგარი გოგო ხარ. შენ იცი ევეკომ რა გააკეთა დღეს? რომ ვის რა მოუყევი დედი? რა დღეს დილას გავახრა. ვის მოუყევი დაჯიბებოსაც უთხარი? არა. დანიკოს მოუყევი გზაში? კაკაო რა კარმა მენატრე შემაი. შენი ფეხსაცმელები დაჯისთანას უყველა. ევეკო მომეხმარა ჭურჭელი დამარეცხინა დღეს. სამკუთხედი გავაკეთე. ოკეი. საწვავიც არა მაქვს გოგო. ჰა? საწვავიც არა მაქვს. გააფრინდი მტრედო, გააფრინდი. უნდა ჩავასხათ. ფიშო. აი მე რა ლამაზია. მიუსკავს არა? მოკლედ. და კონკრეტულად. დიდი ომის, ჩხუბის, კამათის და დავით არაბის შემდეგ დავქენით. ევე. დავქენით. ვიჩხუბეთ. რატო ვიჩხუბეთ? ჰა? არ იცი? არ ვიცი. რატო ვიჩხუბეთ? იმიტომ რომ გადაბრუნდი. გამაბრაზე. ამ ომის დაურზაურის შემდეგ ჩავბარგდით მანქანაში და მივდივართ ბასტი ბუბუს კონცერტზე ქუთაისში მესხიშვილის თეატრში. ხო და ძალიან დიდი იმედი მაქვს ქალბატონები ისევ არ გამაბრაზებენ. გამაბრაზებთ ქალბატონებო? არა. არ მესმის ორივეს ხმა? არა. დანიელა გამაბრაზებთ? ეს დახოლება რა იყო ახლა? აუცილებელი პირობა იყო? ოჰო. რაზე გამაბრაზეს არ გაინტერესებთ? რა მოგივიდა დედა?
აი თავისი ენით ამბობს, იმიტომ რომ სისულელე ჩართო. თქვენ როგორც იცით, მე გოგოებს არ ვაძლევ უფლებას, რომ ტელეფონი აიღო ნებისმიერი ჩემი ძმის, დედაჩემის, მამაჩემის, არც ერთ ტელეფონთან არ აქვს წვდომა გოგოებს, არც ჩემი ოჯახის სხვა წევრების ტელეფონთან შეხების უფლება არ აქვს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გოგოებს აქვს წვდომა ტელეფონთან, არის როდესაც რეკავენ ან მარიბებოსთან, ან ნარგობებოსთან, ან მამიკოსთან, ხო? ხვასია. ჰუ რა, დედა? მადლობა პასუხისთვის. დანიელა ესია? კი. ძალიან კმაყოფილი არ ახარ ამ ამბით, ხო? ხარ და პლანშეტებს რაც შეეხება, რა პლანშეტებიც აქვს? ვინც დიდი ხანია გვიყურებს? ნუ ტაბლეტი, პლანშეტი ხო, ყველანა იქაც ტაბლეტს ეძახიან უფრო და ესე იგი წვდომა არ აქვს ყველაფერთან, ვაკონტროლებ მე, ჩართვა-გამორთვასაც ვაკონტროლებ მე, აპლიკაციით ტელეფონში. არ აქვს ცნომა YouTube-თან, უფრო მეტად აქვს ცნომა განმავითარებელ თამაშებთან, მათემატიკურ თამაშებთან. რაც შეეხება ტელევიზორს, ახლა რა ტელევიზორსაც ვერ აგზელებ და ამ ხანაში ვერ გადავალთ, ამიტომ ტელევიზორს ვუყურებთ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეველინა რა შვება? არ მესმის. და რას უყურებ? სიშტერებს. არა და რამდენი საინტერესო ინფორმაციის გაგება შეგიძლია მაგფერადი ყუთიდან, ხო? შეგიძლია ძალიან ბევრ კარგ დოკუმენტურს უყუროთ, კარგ მულტფილმებს უყუროთ. სხვა ძალიან მაგარი მულტფილმი არის Inside Out. თავდაყირა. თუ არა გაქვთ ნაყურები, უყურეთ. იქ რასთან დაკავშირებით არის ევეკო Inside Out? არის გახარება, აბრაზება, შეშინება, ტირილი. და რა მოხდა დედიკო? ეს ემოციები დაკარგა, ხო? არის იგი. რომელი და? Disgust. Disgust. ზიზღი ქვია დედა ქართულად. და ეგ ემოციები დაკარგა, ხო იმ გოგონამ და იმ გოგონას რა ერქვა არ მახსოვს. სიხარული და სიხარული და სევდა. სიხარული და სევდა და და ძალიან საინტერესოა, ხო და თუ ამნაირ საინტერესო რაღაცებს უყურებს, რატომაც არა. არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ვაიმე დღეს ესე იგი მაქსიმალურად ვითმინე, იმიტომ რომ მანამდე ძალიან ბევრჯერ შვიდად და წყნარად მივუთითე, რომ არ ჩართო ეს, გადართეს სხვაზე, არ ჩართო ეს, გადართეს სხვაზე და მერე სადილს ვამზადებდი, მეთქი ვიდრე წამოვად, რომ ვიბანავოთ ყველა ვისადილოთ, დანაყრებულები წამოვიდეთ თქო და შევდივარ და გამართულია კი ის, რაც მე ჩავართვევინე, ნიკელოდეონზე იყო საკმაოდ საინტერესო მულტფილმი. ხო, ნიკელოდეონი არის და ხოთ შემოკლებულად არის ნიკ ჯუნიორს. ხო და შევედი და რაღაცა აი ყველაზე მეტად მეზიზღება, ანუ რუსული მეც ვიცი. არანარი წინააღმდეგი არა ვარ ენის, ანუ მეცნიერად ძალიან ხშირად ვსაუბრობ რუსულად, მაგრამ ყველაზე მეტად მეზარება და მეზიზღება რუსულად მოსაუბრე ვლოგერები, რუსულენოვანი ვლოგერები, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად. ამაზე მეტი საშინელი მოსასმენი არაფერი არ არის მე მგონი. და თან რაღაცა ძალიან საზიზღარი, ანუ არ იყო ისეთი კარგი თემატიკის მქონე ვიდეო. ისე გამაბრაზა, რომ აი თავი ძლივს ავიყვანე ხელში. ამ დროს თქვენ როგორ იქცევით? მე მაქსიმალურად ვიკავებ თავს, ანუ შემიძლია ზე მაქსიმალურად შევიკავო თავი. ჩემი ძმა მეუბნება ხოლმე,
მალადეთ შენ მოთმენას. მალადეთ შენ გაძლებას. იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე მაქსიმალურად ვითმე. მაგრამ თუ გაბრაზდი, ვაი დედა, თუ გაბრაზდა დედიკო, რა ხდება მერე? რატო ხარ ჩუმად? დანი დაგეძინა? დანი სარკეში ვერ გიპოვე. ვიში ატრიანო ჩემი სარკე. დანიკო არ ჩანხარდე? დაეძინა? დანიკო რა ხდება? დედიკო რა ბრაზდება? ძალიან ბრაზიანი ხდება? მეც მაგ თავში anger, ხო? მეც ბრაზდები, ხო? არ გამაბრაზოთ დედა და არ გავბრაზდები. კი, მე თქვენთან ერთად სულ სიხარული მაქვს დედა და ვისურვებდი სულ სიხარული მქონდეს, მაგრამ ხანდახან არის რომ სიბრაზეც შემოგვიდევს სამწუხაროდ. ტირი ვარ? ხან სიხარულისგან ტირი ვარ, ხან სიბრაზისგან, ხო? რა ვქნათ და ხან ისე იქნება, ხან ასე. და ერთი სიტყვით ასე გამაბრაზეს, მერე მოუწესრიგდით, ჩავიცვით და წამოვედით აგერ და დანიელას მე მგონი ეძინება. თქვენ თუ გცხელად ისე შეგიძლიათ ხანჯერად ჩამოწვით. შენ ჟაკეტი გაცვია ლურჯი? ჩაიცვი? რა არის დედიკო? სკოლის? მე სკოლის გარეთაც შეიძლება ჩაცმა დედა. ერთ სიტყვით წავედით ბასტიბუბუზე. გადაღებით არ გადავიღებ, იმიტომ რომ ჩავსვა ეგ კადრები, სამწუხაროდ მონეტიზაციას მომიხსნის და ამიტომ არ გადავიღებ. რომ წამოვიდეთ მერე გავაკეთებ. გოგოებო ლამაზებო, დანის შვა კონცერტი უნდა და გამოგცევა და იმას დამაძინეო. მელინასთან რატო არ წამიყვანეო კაც? წავედით. არა, სახში ამბობ, სახში რატო არ წამიყვანე? შაბათ-კვირას წავიდით. ბასტიბუბუს კონცერტის შემდეგ გადავწყვეტეთ ჩემს ნათლულთან, მის დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად სანაპირო რომ არის რესტორანი. იქ მოვსულიყავით და როგორი კარგი სიტუაცია, ვაიმე დედიკო, ფეხი წამოკარიდე? სულ შეცვლილი აქაურო. მე ალბათ 2013-14-ში ვარ აქ ნამყოფი, არ 13-ში არა, 14-15-ში. ესეც ჩვენი რიონი მოჩუხჩუხებს. გეხვერწები ძალიან ნუედები, ამას მეშინია დედა. შენ არ გეშინია? ლამაზია? მე მეშინია. გული მისკდება. აქ როგორი ფარშევანგები ყავთ, ვერ მოვასწარი მოსლა. კუნდი ქონდა გაშლილი. საყვარლები არიან. საოცრად ლამაზი იყო. გოგოებო ლამაზებო. როგორ ახართ? არ კატაობ შენ ახლა? მე დედა, მე მშია. მუცელი ამიწრიალდა თქვენ? მოგშივდათ? მე შემოტრიალდი. შემობრუნდი. ატივია იქიდან უფრო კარგად გამოჩნდება. შეკი არ შემოტრიალდება ეხა. შემობრუნდი მაჩვენე როგორი ლამაზი ხარ. აიმე. ჯიხეთის დედათა მონასტერში ყავდათ საოცარი ფარშევანგები, მახსოვს წლების წინ რომ ვიყავი, თეთრი ფარშევანგებიც ყავდათ იქ და შალამაზი. ამასობაში სახში მოვედით, მანამდე
სანაპირო შემდეგ გავიარეთ კარფურში, ვიყიდეთ ჩირეულობა, ვიყიდეთ ნიგოზი, გავრეცხე ხა ესენი ესე, დავყარე, შეშრება და გადავიტან უკვე ჩემ ჩირეულობის ჯამებში და კიდე რა, ალბათ დანიელა დაჯიბებასთან დარჩა, არ წამოყვა სახლში. ისეთი ამბებია. ყიდე კარფურში. საკმაოდ გემრიელია, მინდა გითხრათ.